არჩილ ტატუნაშვილის საქმის ახალი გარემოებები, რა გახდა 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი და რატომ ჭიანურდება ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ ყველა მექანიზმით მუშაობთ იმისთვის, რაც არის მთავარი ცხედრის გადმოსვენება. თვითმმართველობის რეფორმის კიდევ ერთი ტალღა, რა ჩაიწერება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ სტრატეგიაში. ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი დაუახლოვოთ ევროპულ სისტემას. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ აი ამ ჰესების მშენებლობას. კიდევ ერთი სადავო ენერგეტიკული პროექტი, შეჩერდება თუ არა მესტია ჭალახესის მშენებლობა. საკუთარი რესურსი მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ გონებრივად გამოიყენოთ. წლის მთავარი კინომოვლენა და ახალი ოსკაროსნები, ვინ გახდნენ ამერიკის კინოაკადემიის წლევანდელი რჩეულები. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ მოამბის მთავარ გამოშვებას, სტუდიაში თამთა სანიკიძე და რატი ხვისტანი უმუშაობ. საღამო მშვიდობისა. საპროტესტო განცხადებები გრძელდება, საოკუპაციო რეჟიმი ისევ დუმს. არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ზუსტი თარიღი კვლავ გაურკვეველია. ოჯახი 10 დღის წინ გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცის ცხედრის გადმოცემას ყოველდღე ელოდება. საერთაშორისო ზეწოლის პარალელურად პარლამენტის სპეციალური რეზოლუციის მისაღებად ემზადება. უმრავლესობისა და ოპოზიციური ფრაქციის ავტორობით საკანონმდებლო ორგანოში ერთდროულად ორი პროექტია დარეგისტრირებული. არ არის გამორიცხული, რომ პოზიციების შესაჯერებლად და კენჭისყრაზე ერთი პროექტის გასატანად მართლ პარტიასა და ევროპულ საქართველოს შორის კონსულტაციები დაიწყოს. გახმაურებული საქმის ახალი გარემოებები მოამბეს დღეს ანონიმური წყარო დაუკავშირდა. უკვე 10 დღეა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის სამძიმრებს იღებს, თუმცა ამ დრომდე კვლავ გაურკვეველია, როდის მოხერხდება ცხედრის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება. საოკუპაციო რეჟიმი პროცესს ისევ აჭიანურებს, რაც ოჯახს მისი დაკრძალვის, ექსპერტიზას კი საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის საშუალებას არ აძლევს. რა მოხდა მას შემდეგ, რაც დე-ფაქტო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ გაიტაცა და ცხინვალის იზოლატორში ჩაკეტა. გავრცელებული ინფორმაციით ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა, თუმცა წყარომ, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, მოამბეს უთხრა, რომ სინამდვილეში ტატუნაშვილი ცხინვალში ეგრეთ წოდებული კგბ-ს იზოლატორში დაკავების დღესვე, ანუ 22 თებერვალს მოკლეს. პირი, რომელმაც ოკუპირებული ახალგორი გუშინ დატოვა, ამბობს, რომ ტატუნაშვილი იზოლატორში აწამეს. წამების კვალი კი ცხედარზე კარგად ჩანდა და საოკუპაციო რეჟიმი მისი გადმოცემის პროცესს ამიტომაც აჭიანურებს. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში საუბრობენ იმაზეც, რომ ექსპერტიზისთვის ცხედარი ცხინვალიდან რუსეთში, კონკრეტულად კი ქალაქ როსტოვშია გაგზავნილი. ოფიციალური ინფორმაციით კი ექსპერტიზისთვის რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ ცხედრიდან აღებული ნიმუშები გაიგზავნა. დე-ფაქტო მთავრობა, რომელიც გასულ კვირას ირწმუნებოდა, რომ არჩილ ტატუნაშვილს კიბეზე ფეხი დაუწდა, თავს იმართლებდა და საერთაშორისო საზოგადოებას პრეტენზიებს უყენებდა ოფიციალური თბილისის მხარდაჭერისთვის, ბოლო 3 დღეა ამ თემაზე საერთოდ დუმს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები კი თემაზე საუბარს აგრძელებენ და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ძალიან დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ მდგომარეობას, რაც ტატუნაშვილის ირგვლივ ვითარდება. ჩვენ მოვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას. გაუგებარია თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე იმ ორი დაკავებული პიროვნების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს დე-ფაქტო მთავრობა ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლებას ჯერ კიდევ არ აძლევს. მეტიც ბოლო დღეებში არაღიარებულმა რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლი გაამკაცრა. მოქალაქეებს მიზეზის განმარტების გარეშე აჩერებენ, სთხოვენ დოკუმენტებს და ჩხრეკენ. დეტალურ შემოწმებას გადის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებაც. მაცხოვრებლები ნაკლებად გამოდიან ქუჩაში, იქ არის ომონი, რომელიც ყველა გამოვლენებს აჩერებს, არის მკაცრი კონტროლი როგორც პირადად ადამიანებზე, ასევე ტრანსპორტზე. უფრო მეტად გაჭირდა ინფორმაციის მიღება, ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ ძალიან გაძლიერდა ზეწოლა იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე. ოფიციალური თბილისი კი თემაზე დიალოგს განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან. საკუთარი დღის წესრიგი აქვს საკანონმდებლო ორგანოსაც, რომლის ბიუროსაც დღეს ერთდროულად ორი რეზოლუციის პროექტი წარადგინა. ერთი მმართველი გუნდის ავტორობით, რომელშიც საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზეა საუბარი. მეორე კი საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით შედგენილი ტექსტი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებში დამნაშავე პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს. სანქციების გარეშე რა რეზოლუციაც არ უნდა მივიღოთ. რეზოლუცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფურცელი, მხოლოდ და მხოლოდ გულის მოფხანა და ჩვენი პოზიციის შეფასება. აი, ამიტომ გვინდა სანქციების დავატება. მზად ვართ მსჯელობისთვის ნებისმიერ მხარესთან, იმიტომ რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის საკითხი, სადაც ყველანი ერთად უნდა დავდგეთ.
სანამ პარლამენტში იმაზე ბჭობენ, რომელი ტექსტის მიღება იქნება უკეთესი, თბილისში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ელოდებიან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, შეხვედრებზე მთავარი აქცენტი სწორედ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გაკეთდება. რაც შეეხება ცხედრის გადმოსვენებას, თარიღი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ეს შესაძლოა ხვალან ზეგმოხერხდეს. პროცესში უკვე ჩართულია წითელი ჯვარი. Ministrები პარლამენტში სწორედ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე დეპუტატები ამ წუთებში ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ფრაქცია ქართულ ოცნებას ანგარიშს აბარებს. მოგვიანებით სახელმწიფო ფრაქციის წევრთა შეკითხვებს უკვე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები უპასუხებენ. ქეთი ქაშაკაშვილს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ქეთი, რა კითხვები აქვთ დეპუტატებს მინისტრის მიმართ? ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა პარლამენტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომა დაახლოებით უკვე 2 საათია, დახურულ კარს მიღმა იმართება. ამ სხდომას ესწრება ქეთევან ციხელაშვილი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ცხადია, საუბრის მთავარი თემა არის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი. ციხელაშვილს ჩვენთან ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე არ უსაუბრია, მან ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძემ დღეს ისაუბრა რეზოლუციის პროექტებზე, რომელიც არის ამ დროისთვის ინიცირებული პარლამენტში. ის არ გამორიცხავს, რომ მოხდეს ამ რეზოლუციების პროექტების შეჯერება. მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო უმცირესობამ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შეძლოს. ჩვენ ყველა მექანიზმით მუშაობთ იმისთვის, რაც არის მთავარი ცხედრის გადმოსვენება და ოჯახისთვის შვილის დატირების შესაძლებლობის მიცემა. დღეს პარლამენტში უმრავლესობასთან აი ამ საკითხებზე ასევე გვექნება მსჯელობა, ისევე როგორც ზოგადად ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკაზე, ძირითად მიმართულებებზე, რომელთაც ჩვენ მუშაობთ, ან რომელიც მიხედვითაც ვაპირებთ მუშაობას მომავალში, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ამ საკითხზეც ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, რასაც სამწუხაროდ და საუბედუროდ რეგულარულად აქვს ხასიათი. ციხელაშვილი დღეს ჩვენ მოგვიყვება იმ სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, რასაც სამინისტრო ახორციელებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ჩაგვაყენებს საქმის კურსში და ჩვენი მიზანი იყო, რომ ფრაქციის თითოეული წევრი ამის შესახებ ასევე დეტალურად ყოფილიყო საქმის კურსში. ნამდვილად არ გამოვირიცხავ, რომ საერთო დოკუმენტზეც კი შევჯერდეთ, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ. აქ არ არის პარტიული ინტერესები ნამდვილად, გამომდინარე იქიდან, რომ დეოკუპაციას ეხება, ოკუპირებულ ტერიტორიებში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლეს ეხება საქმე, ამიტომ აქ ყოველგვარი პარტიული ინტერესი უნდა იქნას გამორიცხული და ვიმსჯელოთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისათვის. სულ რამდენიმე წამის წინ ქეთევან ციხელაშვილმა ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა დატოვა, თუმცა სხდომის დატოვების შემდეგ მას ჩვენთან კომენტარი აღარ გაუკეთებია. მადლობთ, ეს იყო ჩართვა პარლამენტიდან და ქეთი ქაშაკაშვილი. მმართველი გუნდი თვითმმართველობის რეფორმის მორიგ ტალღას იწყებს. მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ მათთვის უფლებამოსილების გაზრდა იგეგმება. ახალი სტრატეგია ჯერ ხედვის დონეზეა გაწერილი. მთავრობა საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში ჩართვას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სფეროს სპეციალისტებს თავაზობს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ თვითმმართველობებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების გადაცემის გარდა რეფორმა მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფასაც გულისხმობს. სწორედ ეს საკითხი იწვევს მესამე სექტორში ყველაზე მეծ სკეპტიციზმს. 2014 წელს მიღებული და რამდენიმე თვის წინ ისევ შეცვლილი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ქვეყანას ახლა 5 თვითმმართველი ქალაქი და 59 მუნიციპალიტეტი ჰყავს. როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა საქართველოში? ხელისუფლების ხედვა უკვე ცნობილია, თუმცა უცნობია მიზნის მიღწევის სტრატეგია. მისი შემუშავება ახლა დაიწყება. პირველი ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება. მეორე ეს გახლავთ თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის, რა თქმა უნდა კონდეს მეტი ფინანსური რესურსი და მესამე თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს. არც ერთი ხედვა არ გაამართლებს თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიან თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე თვითმმართველობა და ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად საზოგადოების ჩართულობა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც მომავალში რეფორმით იქნება გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტებისთვის მეტი ფინანსური რესურსის გადაცემა. დღეს ითქვა, რომ 2025 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8% რეგიონულ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს გადაეცემა.
ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი დაუახლოვოთ ევროპულ სისტემებს და ევროპულ მოდელებს, რაც უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, საშუალოადიან პერსპექტივაში. ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელი არსებობს სხვადასხვა, აქედან გამომდინარე საჭიროა სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით რომელი მოდელი არის უკეთესი. ამ ახალი ეროვნული კონცეფციით საქართველოს დიდ ნაბიჯს დგამს წინ. ეფექტიანი თვითმმართველობის მთავარი პრინციპები ხალხს მმართველობის აქტიურ ნაწილად აქცევს და თვითმმართველობის მუშაობას უფრო ეფექტიანს ხდის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, საბავშვო ბაღები, გზები და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი რეგიონში არანაკლები ვიდრე გააჩნია მაგალითად შვეიცარიას ან ავსტრიას. ჩვენ გვჯერა რომ დროა საქართველოს მთავრობამ და ხალხმა გახსნას ეს პოტენციალი და ერთად გამოიყენოს ის ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარდა ექსპერტებიც იყვნენ მიწვეულები. მათ იმედი აქვთ, რომ სტრატეგიის დაწერისას უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული სპეციალისტების აზრი. ქონება და ფინანსები ნამდვილად არის ერთ-ერთი საფუძველი დეცენტრალიზაციის, მაგრამ არა მხოლოდ ერთადერთი საფუძველი. რეალურად ეს რეფორმა, რომელიც ახლა ხორციელდება, შეიძლება აღვიქვათ როგორც ნაკლოვანი რეფორმა, რომელსაც აკლია ძალიან ბევრი კომპონენტები. სტრატეგია გაწერილი იქნება 8 წელზე, დაახლოებით არა ზუსტად 8 წელზე იქნება გაწერილი და ამ სტრატეგიაში ეს არ იქნება დოკუმენტი, რომელიც მარტო დოკუმენტისთვის იქნება, ეს იქნება ქმედითი დოკუმენტი, კონკრეტულად გაწერილი ქმედებებით. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვაპირებთ, რომ მივცეთ მეტი უფლებამოსილება, მივცეთ მეტი ფინანსები, ანუ მეტი პასუხისმგებლობა. ამას დაშიρდება ცხადია უფრო მეტად მზადყოფნი საკადრო, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით თვითმმართველობები, ჩვენ ამას არ უშინდებით, ჩვენ გვაქვს პოტენციალი. დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება კვალიფიციური კადრების გარეშე. შესაბამისად, პრეზენტაციის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადამიანური რესურსების განვითარების მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმატების აუცილებელი პირობაა. თვითმმართველობის დაანონსებულ რეფორმაზე საუბარი უკვე აქტუალურ თემაში გაგრძელდება. მაკა ცინცაძე გაგვაცნობს ახლა გადაცემის სტუმრებს. მაკა, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა საქართველოში, ხელისუფლების ხედვა ცნობილია, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება უკვე ახლა დაიწყება. ძირითად მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტებისთვის მეტი ფინანსური რესურსის გადაცემა, უფლებამოსილების ზრდა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გათანაბრების ფორმულის დახვეწა, სანდო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და რაც მთავარია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. სწორედ ასეთი იყო დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების გზავნილები. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ხედვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა ფორმით უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას და ასევე როგორ აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენ შეკითხვებს დღეს უპასუხებენ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილი, ასევე შენების მოძრაობის წევრი და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ასევე ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე. ასე რომ დაგველოდეთ მოამბის მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე თქვენ გელით აქტუალური თემა. გმადლობთ, მაკა ცინცაძემ გაგვაცნო აქტუალური თემის დღევანდელი ანონსი. იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრის ახალი ინიციატივა, დღის ახალი ამბებით რადი ხვისტანი. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესში შესაძლოა ცვლილება შევიდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის ინიციატივის მიხედვით, მოსამართლეებს, ვისაც უვადოდ გამწესებაზე უარი ეთქვათ, საბჭოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა 3 თვის შემდეგაც მიეცემათ. თუმცა მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გადაიდო. გადაწყვეტილება საბჭომ ერთხმად მიიღო და არგუმენტად დამატებითი დისკუსიის აუცილებლობა დაასახელა. დღევანდელ სხდომაზე ინიციატივით ანა დოლიძეც გამოვიდა. საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შერჩევის დროს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეებზე. დღესვე ანა დოლიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვით ის ამტკიცებს, რომ საბჭოს წევრებმა გასაუბრებებზე მისი აცილება არაკანონიერად ითხოვეს.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოში ერთი მოწმე დაიკითხა. სხდომაზე 51 საჯარო სკოლის მოსწავლეს მოусმინეს, რომელიც პროკურატურის მოწმეთა სიაშია. პროცესის შემდეგ, რომელიც მედიისთვის დახურულია, დაცვის და ბრალდების მხარეებმა მოწმის ჩვენება ჟურნალისტებს კვლავ ერთმანეთისგან განსხვავებულად განუმარტეს. პროკურორები ამბობენ, რომ დღევანდელი ჩვენება დაკავებული არასრულწლოვნების ბრალეულობას ადასტურებს. ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ მოწმის ჩვენება ბრალდების მხარის პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კობა დავითაშვილის ცემისა და მისთვის თავისუფლების უკანონო დახკვეთის საქმეზე შესაძლოა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაკითხონ. ამ შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე მიმართა. ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ნოღაიდელი მოხდართან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. შუამდგომლობაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე 19 აპრილს გამოაცხადებს. დღესვე პროცესზე პროკურატურის მოწმეს მოусმინეს. გამოძიებელმა, რომელიც საქმეში 2012 წლის დეკემბრიდან ჩაერთო, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა. საქმეზე გამოძიება ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას და თავისუფლების უკანონო დახკვეთის ორგანიზებას ედავება. კომპანია ბადაგონის თბილისის სათაო ოფისის საქმიანობას აჩერებს. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ბადაგონი კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადის. გიორგი სალაყაიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ბადაგონმა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია დაკარგა, რომელიც ღვინის ექსპორტს ჩინეთში ახორციელებდა. ამასთან კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე უარი ბადაგონის რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა განაცხადა. საკითხს დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ ბადაგონი წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს. განცხადება გაავრცელა ბიზნეს ომბუდსმენმაც. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მიმდინარე საგამოძიებო პროცესი კომპანიის საქმიანობას არ შეაფერხებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა უქმდება. მისი უფლებამონაცვლე კი სახელმწიფო ინსპექტორი იქნება. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში შევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი აპარატის თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევა კანონით ისჯება. ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით ცვლილება სულ 35 კანონში შედის, მათ შორის პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაშიც. ინიციატივის მიხედვით პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე დევნას მხოლოდ მთავარი პროკურორი დაიწყებს. ახალი სამსახურის ამოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. 4 ვაკანტური ადგილი 14 მსურველი საკონკურსო კომისიამ და პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები უნდა შეარჩიოს. კონკურსის დასრულებამდე კი საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. ევროპული საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ზაზა შათირიშვილის კანდიდატურის ლობირებაში ადანაშაულებს. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ პარტიის წევრმა გადაიღო იმ შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელსაც გუშინ ტელეკომპანია რუსთავიორმა რეპორტაჟი მიუძღვნა. ვასილ ბაღლაფერიძე რეპორტაჟში ნახსენებ პირებთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის საკითხის განხილვა არც მისი და არც მაგიდასთან მყოფი ადამიანების კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. შეხვედრა, რომელიც წესით საიდუმლო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ამ ადამიანებს მთელი ქვეყანა თავისი ჰგონიათ, არც ცდილობენ დამალვას. საიდუმლო და კონსპირაციული შეხვედრა, რომელზეც რუსთავიორმა სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა, სინამდვილეში დღისით მზისით საჯარო სივრცეში კაფე ლეილაში შედგა. რეპორტაჟის წარდგენაში მითითებული 10 დღის წინანდელი ამბავი ტელევიზიის ვებგვერდზე მალევე ჩასწორდა, რადგან შეხვედრის მონაწილეთა თქმით, შეხვედრა არა 10 დღის წინ, არამედ 26 იანვარს შედგა. კიდევ ერთი შეცდომა ადგილმდებარეობაა. გაბრიაძის კაფის ნაცვლად დღეს უკვე კაფე ლეილა დასახელდა. როგორც თავად ამბობს ამბის შემსწრე და ფოტოს ავტორი, ევროპული საქართველოს წევრი თამარ კაკაბაძეა, რომლის მონაყოლსაც უბრალოდ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. მე მაგალითად ლაშანაცვლიშვილის მიცნობს და ვიფიქრე, რომ რაღაცა ცოტა უხერხულობა შეექმნა. თამარ კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ მაგიდის ერთ-ერთმა წევრმა გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშანაცვლიშვილმა ის დაინახა. თუმცა ამის მიუხედავად საჯაროდ კაფეში იმაზე მსჯელობა, ვინ უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მომავალი წევრი, ისევ გაგრძელდა. თამარ კაკაბაძემ რუსთავიორს ჯერ კიდევ გუშინ უთხრა, რომ სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილთან დაკავშირებული საკითხების დალაგება ვასილ მაღლაფერიძის საუბრის ერთ
ერთ-ერთი თემა იყო. დღევანდელ შეკითხვაზე, რა შუაშია გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭო ახალი წევრის შერჩევისას, პასუხის ნაცვლად კონტრშეკითხვა მივიღეთ. საუბრობდნენ თვითონ ბორდში, ვინ შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მომხრე. ბორდი არ ირჩევს თავისუფლად კანდიდატებს, ხო ესეა? ანუ ლობირება რაში გამოიხატება და მაშინ გენერალური დირექტორს არ უნდა გაეკეთებინა თუ ბორდი არ ირჩევს. მაშინ მე საპირისპირო კითხვას დავსვავ, გენერალური დირექტორი რატომ არჩევდა და რატომ იბრძვის იმისთვის, რომ გაიყვანოს ბორდში ვასილ ზაზა შათირიშვილი. ხო და ეს იბრძვის რაში გამოიხატა? შათირა უნდა იყოს ბორდის წევრი. აი ამ ფრაზებს იმეორებდა ძალიან ხშირად. შათირიშვილის გაყვანა იყო საუბრის თემა ჯერ კიდევ 26 იანვარს. კი. მე უბრალოდ თვით ადრე, ვიდრე საერთოდ კონკურსის შესახებ გახდებოდა ცნობილი. რა თქმა უნდა, ჩემზე ადრე იცია საზოგადოებრივ მაუწყებელში რა პროცესი დაიწყება, ხო? თანაპარტიელის მოყოლილ ამბავს ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. ეს ნათლად გვაჩვენებს თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების ფორმირება ამ ქვეყანაში, რა ფიგურებს არჩევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. კონსპირაციულად თუ უნდა და ვინმეს ამ თემაზე მსჯელობა, რატო დაჯდებოდა რესტორანში, სადაც პირობითად თაკოს შეეძლო, რომ ეს გადაეღო. ამაზე მარტივი პასუხია, პირველი, რატომ უარყვეს მაშინ შეხვედრის არსებობის თაობაზე, თუ აქ არაფერი პრობლემა და დასამალი არ არის. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ფორმალური პროცედურა და მეორეს მხრივ აი ესეთ შეხვედრებზე წდება სინამდვილეში, ვინ უნდა გავქაჩოთ ჭყალებში, აი ეს საკითხი. ხო და ამ შეხვედრას რატო არ ქვევთ კულუარულ შერჩევას? მესმის რომ თქვენ ამგვარი ინტერპრეტაცია გაქვთ, საბოლოო ჯამში ალბათ საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნა. პოლიტიკოსის სვამს კითხვას, რატომ უარყოფდნენ შეხვედრას ამბის მონაწილეები ფოტოს გავრცელებამდე. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეხვედრას არც ერთი მათგანი არ უარყოფს, მათ შორის არც რუსთავი 2-ის რეპორტაჟში. ერთის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი. ერთი დღეა ყოფილა საქართველოში, გუშინ წინ ჩამოვედი და საიდან მოიტანე ან კითხვა საიდან დაგებადე. არავითარი საუბარი არ ყოფილა ამაზე თქო და საერთოდ არ ვიცი ამ თემის შესახებ. რაც არ ყოფილა, იმას გიპასუხებდი თუ როგორ არის აქ. როგორი ესეთი შეხვედრა? მე უამრავად ადამიანს ხვდები და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ან სხვა ადამიანს, რომელსაც შეიძლება შევხვდე, საერთოდ არა ვარ თქო საქმის კურსში გითხარით. მაღლაფერიძეს და სხვა ადამიანებს თქო კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ბოლო 2 თვის და 1 თვის განმავლობაში შესაძლოა ბევრ საკითხზე შევხვდი, მაგრამ მაგ საკითხზე, რასაც თქვენ მეკითხებით, რომ საზოგადოებრივი ბორდის კანდიდატების საკითხზე ან შესაძლო კანდიდატებზე არც არავისთან, არც მაღლაფერიძესთან, არც თქვენს მიერ ჩამოთვლილ პიროვნებასთან არც ერთთან არც შეხვედრა მქონია და არც საუბარი მქონია. სიჩულელე, კახა დიდი ხანია შეხვედრი ვარ. იგივეს შევწყვეტ შეხვდი ამასი, ლაშა დიდი ხანი არ ვილახავს. დიახ, ჩემო კარგო, რაღაცა პერიოდი არ შეხვედრი ვარ. საერთოდ არ არის საინტერესო თემა, აბსოლუტურად რატო უნდა გველაპარაკა. უკვე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თქვა. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, როგორც ჩანს, სხვისი საუბრებისადმი და სხვისი სუფრებზე საწოლო ოთახები და თქვათ ესეთი იმებისადმი მიყურადღება, ისეთი სცენია, რომელიცგანაც ძალიან უჭირთ ადამიანებს განთავისუფლება. ამ სისულელზე რო კომენტარი გავაკეთოთ, არანაირად არ იდგა არც არანაირი არჩევნები, არც ბორდის, არც არაფერი. ეს იანვრის თვეში თითქოს ისინი მეუბნებოდნენ მე ჩემი მეგობრები, რომ მე უნდა მომეხტინა ბორდზე ზეგავლენა ამის არჩევის მიზნით. უნდა გითხრათ, რომ მე ისე შეუძლია რომ არ ეწყინო თავისივე ჩანაწერი გაემეორე, რა სისულელს ლაპარაკობ. ბორდი არ ირჩევს ამას, ეს ერთი. მეორე, არანაირად არ გვეხება არც ერთი შეკრებილ ადამიანს ეს ამ საკითხის ესე გარჩევა. თავად ამბის ერთ-ერთი მოქმედი გმირი ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ლობირების საკითხს იუმორით პასუხობს. დაახლოებით მსგავსი საუბარი არ წყდება ჩემს მშობლიურ კათოლიკე ეკლესიაში პაპ ფრანცისკეს არჩევასთან დაკავშირებით, რომ 12 კარდინალი მანამდე შეიკრიბა და ამაზე იწერება დაახლოებით. მე ზუსტად ასეთ კონტექსტში განვიხილავ ჩემზე საუბარს, რომ მასმედია ყველგან ყველაზე უფრო ამაღლებულ ადამიანებთანაც კი აი ესეთ დამოკიდებულებაში. უფრო სერიოზულად კი ამბობს. ვაზილ მაღრაფერიძე საზოგადოებრივ ჩემი მეგობარია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იდეა გაუჩნდათ აბსოლუტურად ჩვეულებრივ ადამიანებს, აი უნივერსიტეტის ლექტორებს. მე მგონი რომ ჩემი სახელი და გვარი არავის ნაკლები არ არის. ამ დასახელებულთა შორის. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული სპეციალური საკონკურსო კომისია არჩევს და დასამტკიცებლად ისევ პარლამენტს უგზავნის. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით წელს საკონკურსო კომისიაში საკუთარი წარმომადგენლები საპარლამენტო ოპოზიციასაც ეყოლება. თემას დღეს გამოხმაურებები პარლამენტის ბიუროს ხდომაზეც მოჰყვა. ეს პროცესი
დამთავრდება წინასწარ განსაზღვრული შედეგით და საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიღებთ მორიგ ყურმოჭრილ, ასე ვთქვათ, წევრს, იმ ორი წევრის ნაცვლად და ეს უწყება ისევ იქნება უმართავი. სირცხვილია უბრალოდ იმ ჭორებზე აყოლა, რაც მე მოვისმინე მაგალითად რუსთავიორთან მიმართებით, ხო? ანუ ის რომ რაღაც ფოტო დაიდო და თქვენი, ასე ვთქვათ, ანუ რუსთავიორის კომენტარი იმაზე, რომ ამ ფოტოზე არის აღბეჭდილი თითქოს რაღაც საიდუმლო სერობა, რაღაცებს ლაპარაკობდნენ ადამიანები. მიზანმიმართულად ხდება იმ რეფორმების გაშავება, ბრჭყალებში ვამბობ, რომელი რეფორმებიც დაიწყო პირველ აქთან მიმართებაში. Რო გავრცელებული იყო ეს ინფორმაცია იქამდე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა სია, შეიძლება უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ეს ინფორმაცია ჩვენთვის, მაგრამ რო ელოდები 14 კაციან სიას და მერე სავარაუდო პირს რო ამოარჩევ, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება ვიღაცამ წარმოადგინოს და იმაზე რო უშვებ ინფორმაციას, რომელზეც მტკიცებულებაც არ არსებობს, ეს ბუნებრივია თავისთავად კითხვის ნიშნებს ბადებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 4 ადგილი თავისუფლდება. რამდენიმე თვეში უფლებამოსილება ეწურებათ აჭარის უმაღლესი საბჭოს დასახელებულ 1 და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ 2 წევრს. რამდენიმე თვის წინ საბჭო ასევე დატოვა უმცირესობის მიერ დასახელებულმა წევრმაც. კანონმდებლობით საკონკურსო კომისია თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 3 პირს შეარჩევს, რაც ნიშნავს იმას, რომ წევრობის მსურველი 14 წევრიდან 12-ის კანდიდატურა პარლამენტს გადაეგზავნება და საბოლოოდ 4 მათგანზე არჩევანს საკანონმდებლო ორგანო გააკეთებს. სვანეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მოსახლეობა ამჯერად მესტია ჭალახესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. გეგმის მიხედვით 50 მეგავატიანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ ენერგეტიკული ობიექტი ეკოლოგიურ მდგომარეობას გაუარესებს და ღვარცოფულ პროცესებს გააქტიურებს. მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მესტიის მცხოვრებლები რადიკალური ზომებით იმუქრებიან. სანდრო ჯუფალაკიანი არ ყოფდა რა კვლევები ჩატარდა სადავო ჰესის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე. მესტია ჭალახესი საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში შენდება. ადგილობრივების ნაწილისთვის ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პროექტს ეწინააღმდეგებიან. საუბრობენ ეკოლოგიურ საფრთხეებზეც. ეს არის დამანგრეველი ჰესი, ხედავთ როგორ ახლოს არის კორპუსები, უფრო ახლოს არის დაბლა კორპუსები და შენობები. ეს არის ღვარცოფული ადგილი. აქ რამოდენიმე ღელე უერთდება ერთმანეთს, ვინაა დაზღვეული იმისგან, რომ აქ ოჯახებს არ წალეკავს. ადგილობრივები დღეს მშენებარე ჰესთან და ინვესტორი კომპანიის ოფისთან მივიდნენ. გეგმავდნენ გზის გადაკეტვასაც. თუმცა დიდ თოვლობის გამო ადგილზე სამშენებლო ტექნიკა დღეს არ გამოჩენილა. იმის მტკიცებულება არ აქვს, რომ ეს არანაირ ზიანს არ მიაყენებს არც ხალხს, არც მოსახლეობას და არც ბუნებას. აქციის მონაწილეებს მესტია ჭალახესის ინვესტორი პასუხობს. კომპანია სვანეთი ჰიდროში ამბობენ, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკოლოგიურად გამართულია. არაერთი საჯარო განხილვა ჩატარდა ჰესის მშენებლობის დაწყებამდე. პროექტირების ეტაპზე ჩავატარეთ გეოლოგიური, ტოპოგრაფიული, გარემოზე ზემოქმედების ყველანაირი კვლევა. მოსახლეობა ჩართული იყო და ინფორმირებული იყო ამის შესახებ და ახლაც განვაგრძობთ ამ კომუნიკაციას. გუშინ კი აქცია მესტიის ცენტრში გაიმართა. გავრცელდა მიმართვა ხელისუფლების, დიპლომატებისა და საფინანსო ინსტიტუტების სახელზე. ხელმომწერები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე საუბრობენ და პროექტების შეჩერებას ითხოვენ. გვაქვს ჩვენი უარყოფითი პოზიცია მართლაც, როგორც ამ ზემოსვანეთში ასევე საქართველოში დაგეგმილი სხვა ჰიდროელექტროსადგურის პროექტებისადმი, იმიტომ რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ამ პროექტებიდან. მთავრობაში ამბობენ, რომ ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მზარდია მოთხოვნა ენერგიაზეც. იმპორტს კი მხოლოდ ადგილობრივი ელექტროენერგია ჩაანაცვლებს. ყველა კვლევა უნდა ჩატარდეს და ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროსტანდარტების მოთხოვნებით. უმრავლეს შემთხვევაში არიან უცხოელი ექსპერტები და კომპანიები, სადაც არის რესურსი, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, გონივრულად გამოვიყენოთ. ვფიქრობ, რომ კერძო ინვესტორი და მოსახლეობა მოილაპარაკებენ ხარ, რა დონეზეც ჩართვა დაჭირდება ადგილობრივების, ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობა ჩაერთვება ალბათ. სვანეთში ჰესების მშენებლობისთვის 50-მდე პერსპექტიული ადგილია. აქტიურ ფაზაში კი მხოლოდ მესტია ჭალახესია. წელსვე უნდა დაიწყოს 280 მეგავატიანი ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელება. ამისთვის ინვესტორებმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უკვე მოიზიდეს. დაანონსებული პროექტებიდან ჯერჯერობით ერთადერთი ხუდონ ჰესია, რომელიც მოსახლეობის გადასახლებას ითვალისწინებს. თუმცა ამ ელექტროსადგურის მშენებლობის ბედი დღემდე უცნობია. ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ პროექტების განხორციელებას ხელი არ შეეშლება. ადგილობრივების ნაწილი კი საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.
ფინანსთა მინისტრის შეხვედრები აჭარაში დღის ახალი ამბებით ისევ რატი ხვისდანი. აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ფინანსთა მინისტრმა გააცნო. პრეზენტაციას 200-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 120,000-ზე მეტ მეწარმეს შეეხება. ინიციატივა საგადასახადო ლიბერალიზაციას სხვადასხვა მიმართულებით გულისხმობს. მაგალითად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაში 500,000 ლარამდე იქნება ნაცვლად დღეს არსებული 100,000 ლარისა. მცირე ბიზნესის დაბეჭდვა კი 5-ჯერ შემცირდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. აპლიკაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. გარდა ეროვნული გამოცდებისა, რეგისტრაცია გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა საგნის გამოცდებისთვისაც. რეგისტრაცია 30 მარტს 18 საათზე დასრულდება. ამ დროიდან აპლიკანტები საგამოცდო ქალაქის შეცვლას ვეღარ შეძლებენ, თუმცა 15 მაისამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ გამოცდა ან შეცვალონ საგანი. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ექნებათ. განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს. უწყება დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ელექტრონულ პორტალზე დააფიქსირონ. მოქალაქეებს ამისთვის დრო 5-დან 25 მარტამდე აქვთ. პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს განათლების სამინისტრო ნოემბრიდან ახორციელებს. პროცესში ხანგრძლივი საგნობრივი სპეციალისტებთან ერთად ფილოსოფოსები, ბავშვთა ფსიქოლოგები და კონსტიტუციონალისტები არიან ჩართული. გია მაისაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოასვენეს. მაისაშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. აეროპორტიდან ის სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც პანაშვიდი გაიმართა. მაისაშვილს ხვალ კოსტახეთაგურის ქუჩაზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. ეკონომისტი და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 26 თებერვალს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2018 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 27.1%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. შემოსული ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით გაერთიანებული სამეფო, ლიტვა, საფრანგეთი და გერმანია გამოირჩეოდნენ. 2018 წლის იანვარ-თებერვლისთვის მონაცემებით საქართველოს ჯამში 885,000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 129,000-ით მეტია. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა წყალბურთელებმა პლეი-ოფის მატჩები წარმატებით ჩაატარეს და კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის იასპარეზებენ. წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მიმდინარე წლის ზაფხულში ბარსელონაში გაიმართება. ევროპის 16 საუკეთესო წყალბურთელთა ნაკრები 2018 წლის კონტინენტის უძლიერესი გუნდის ვინაობას წელს ბარსელონაში გაარკვევს. მათ შორის იქნება საქართველოს ეროვნული გუნდიც, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მესამედ მოიპოვა. რეზო ჩომახიძის გუნდმა გადამწყვეტ რაუნდში ისრაელს 2 მატჩის ჯამში 23-11 ძლია და ევროპის 33 ჩემპიონატის საგზურის მფლობელი გახდა. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ისრაელს თბილისში დამაჯერებლად 12-1 ძლია. მეორე გასვლითი მატჩი ქალაქ ნეთანიაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების საქომაგოდ 100-მდე ქართველი გულშემატკივარი მივიდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ქართველმა წყალბურთელებმა მატჩის მოგება შეძლეს ანგარიში 11-10. მხოლოდ ერთი ბურთით მოგება შევძელით და ძალიან დაძაბული იყო ეს თამაში. მთავარი მიზანი მაინც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იყო, რაც შევძელით და თავარი მიზანი მიღწეული. რაღაც ამ თამაშს დავაკელით ჩვენ თვითონ და ალბათ კონცენტრაცია უფრო, იმიტომ რომ პირველი თამაში მხოლოდ სკოლით ქონა მოგებული, რომ აქ ესე ამ დაძაბულიყო, მაგრამ საერთო ჯამში დიდი სხვაობით ვიმარჯვეთ და ფინალურ ეტაპზე გავედით დამაჯერებლად.
საქართველოსთან ერთად ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ საფრანგეთმა, რუმინეთმა, გერმანიამ, ჰოლანდიამ, სლოვაკეთმა, მალტამ და თურქეთმა მოიპოვეს. დანარჩენი 8 გუნდი კი 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე 2016 წელს ნაჩვენების შედეგების მიხედვით ავტომატურად იასპარეზებს. თამაში მოვიგეთ, მაგრამ არა ვართ მაყოფილი. მე პირადად ალბათ მოთამაშეების არა ვართ მაყოფილი თვითონ თამაშით. და შესაბამის დასვენს გავაკეთებთ თავისთავად და უფრო სერიოზულად ვიმუშავებთ თუნდაც მობილიზებაზე და კონცენტრაციაზე თამაშის წინ. ევროპის 2018 წლის წყალბურთელთა ჩემპიონატი ბარსელონაში 14-28 ივლისს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 7 მარტს შედგება. ევროპის ჩემპიონატის გათამაშების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი გეგმავს. საქართველოს ეროვნული ლიგის სადებიუტო ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის დინამომ რუსთავს უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. თბილისელების სათამაშო ოპერატორების მიუხედავად ანგარიში მეორე ტაიმში სტუმრებმა გაბულოვის გოლით გახსნეს და დაწინაურდნენ. დინამომ წონასწორობა ზივზივაძის ზუსტად შესრულებული 11 მეტრიანით აღადგინა. ზუსტად 1 წუთში კიდევ ერთი პენალი თბილისელების კარის მიმართულებით დაინიშნა. სტანდარტი ყოფილმა დინამოელმა ბექა მიქელთაძემ გოლად გარდასახა და რუსთავს პირველი გამარჯვება მოუტანა. სადღესასწაულო ღვთისმსახურება მშვიდობის კათედრალში. მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლი საქართველოს სტუმრობს შეიხანური თბილისშია. საერთაშორისო მევლანური განათლების კულტურის ფონდის ხელმძღვანელმა ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიაში იქადაგა. ამბობს, რომ ქვეყანას განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით ტოვებს. მშვიდობის კათედრალში სადღესასწაულო ღვთისმსახურება მევლანიტების სუფიური ორდენის წინამძღოლის შეიხანურის პატივსაცემად გაიმართა. შეიხანური ორდენის არსებობის 800 წლიან ისტორიაში მისი პირველი წინამძღოლი ქალია. ის თბილისში ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტის მეუფე მალხას სონღულაშვილის მიწვევით ჩამოვიდა. დერვიშ კოლეგასთან სელჯუკ ჯანთან ერთად წირვას დაესწრო და იქადაგა. მისი სულიერება, მისი სიბრძნე, მისი მეცნიერული სიღრმე, სულიერების წოდნისა და კვლევისა და მისი გაზიარების არის უაღრესად შთამბეჭდავი. მე მიხარია რომ ჩვენთან ჩამოვიდა და ამით დასაბამი დაედო უფრო მჭიდრო ურთიერთობას ორ თემს შორის, ორ რელიგიას შორის. ამ ქალბატონის სტუმრობა არის აი იმ კედლების მგრევის იმედი, რომელიც კედლების დღეს ყოფს სამყაროში ადამიანებს. შეიხანური მევლანიტების სუფიურ ორდენს სათავეში მისი წინამძღოლისა და მასწავლებლის შეფიკ ჯანის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა. არის შეფიკ ჯანის საერთაშორისო მევლანური განათლების კულტურის ფონდის დირექტორი სტამბულში და როგორც ამბობს სტუდენტებს მევლანა ჯალალედინ რუმის გზაზე, ანუ სიყვარულზე, მშვიდობასა და მეგობრობაზე უყვება. არ მიყვარს წოდებები, რადგან მე ადამიანი ვარ და საზოგადოების სამსახურში ყოფნა ჩემი ვალია. ისლამი და სუფისტური მოძღვრება არ განასხვავებს ქალს კაცისაგან შესაბამისად. ჩვენი პასუხისმგებლობა ვიქადაგოთ სიყვარულის, თანაგრძნობისა და ურთიერთგაგების შესახებ თანასწორია. ეს ხალხში მუჰამედისა და მევლენა ჯალალედინ რუმის გზის წრფელად და მოკრძალებით გავრცელებაა. მევლანიტების სუფიური ორდენის დამაარსებელს ჯალალედინ რუმის საქართველოსთან მისი მოწაფე აკავშირებდა. რუსუდან დედოფლის ქალიშვილი თამარი, იგივე გურჯი ხათუნი მევლანა რუმის ერთგული შეგირდი იყო. მათ ერთმანეთი კონიაში 1200-იან წლებში გაუცნიათ. სელჩუკის სულთნის ქეიხოსროვ მეორის ქართველი მეუღლე რუმის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე იდგა და მისი მოძღვრების გავრცელებაში ეხმარებოდა. მევლანას გარდაცვალების შემდეგ გურჯი ხათუნის ბრძანებით აშენდა მევლანა რუმის მავზოლეუმი, რომელსაც ცნობილი მწვანე გუმბათი ამშვენებს. ასეთ არქიტექტურულ ნაგებობას თურქეთში მეორეს ვერ ნახავთ. საქართველოში კი ყველა ტაძრის თავზე სწორედ ასეთი გუმბათებია აღმართული. ეს ერთგვარი სიმბოლოა, რომლითაც გურჯი ხათუნმა რუმი საქართველოს სამუდამოდ დაუკავშირა. ვფიქრობ, ჩემი საქართველოში ვიზიტიც არის სიმბოლური. მე გურჯი ხათუნის სამშობლოში ჩამოვედი. მევლანიტების ორდენი, ანუ მბრუნავ დერვიშთა საძმო 1200-იან წლებში დაარსდა. ჭეშმარიტების შესაცნობად ჯალალედინ რუმი მოწაფეებს საკუთარი თავის შეცნობისკენ მოუწოდებდა. საუბრობდა იგავებით და ლექსებით. ორდენის წევრები სიცოცხლის იდუმალებისა და სიბრძნის შეცნობას სულიერი ექსტაზის, სიმღერის, ცეკვისა და პოეზიის საშუალებით ცდილობენ.
დერვიშების რიტუალი გაჯერებულია სიმბოლოებით. ეს სიყვარულის გამოვლინება, დასაწყისში ისმის დაფთაფების ხმა, შემდეგ სალამური, რაც ღმერთისაგან ადამიანისთვის სულის ჩაბერვას განასახიერებს. ისმის მუსიკა დერვიშისთვის ეს ღმერთის ხმა, რომელიც მას ტრანსში აგდებს და ის ბრუნვას იწყებს. ამ დროს სამყაროსთან სრულ ჰარმონიაშია და ხელის მოძრაობით სიყვარულს მიმოფანტავს. საითაც არ უნდა მიბრუნდე ღმერთს ყველგან შეეფეთები და თუ სამყაროს გულის თვალით შეხედავ, ღმერთს ყველა ადამიანში დაინახავ. სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში შეიხა ნურის პირადად გაცნობის მსურველთა რიგი დადგა. თურქის სტუმარი მრევლს სათითაოდ მიესალმა. ამ ტაძარში მეწრფელი ერთობა ვიხილე, ქრისტიანი, მუსლიმი, შიიტი, სუნიტი, ყველა თემის წარმომადგენელი აქ თავს მასპინძლად გრძნობს. არავინაა ამ გარემოში უცხო. თბილისიდან ხვალ გაემგზავრება. თან ეპისკოპოსის ნაჩუქარ კვერთხს წაიღებს, რომელიც თბილელ მეტროპოლიტს წლების განმავლობაში ეკუთვნოდა და თურქ კოლეგას მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად უსახსოვრა. წლის მთავარი კინომოვლენა და ახალი ოსკაროსნები დოლბის თეატრმა ოსკარების საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. კინოკრიტიკოსების წინასწარი პროგნოზები მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმი წყლის ფორმა გახდა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა კრიტიკოსთა იმ დიდი ნაწილისთვის, რომლებიც ოსკარს მარტინ მაკდონახის ახალ ფილმს უწინასწარმეტყველებდნენ. ცერემონიის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა გარი ოლდმანის პირველი ოსკარიც. როგორც ყოველთვის გამარჯვებულების გამოვლენაზე არანაკლებ საინტერესო იყო ახალი ოსკაროსნების სიტყვით გამოსვლები და ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩაცმულობა, რომელიც დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ოსკარების რიგით 99-ე დაჯილდოვება მჩვეულებისამებრ გრანდიოზულად და პომპეზურად ჩაიარა. კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ვარსკვლავების რაოდენობით გამოირჩეოდა. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელების გარდა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა მსახიობების ჩაცმულობაც. წითელ ხალიჩაზე წამყვანი თეთრი, ოქროსფერი, წითელი და ვერცხლისფერი ტონები იყო. 2018 წლის ოსკარის დაჯილდოვება ჯიმი კიმელმა გახსნა. შესავალ სიტყვაში იუმორისტი განვლილი წლის ყველაზე აქტუალურ თემებს შეეხოდა ქალების სექსუალური შევიწროვების ფაქტები, ჰარვი ვაინშტეინის სკანდალი და დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოღვაწეობა შეაფასა. გილერმო დელ ტოროს წყალობით ჩვენ სამუდამოდ გვემახსოვრება ეს პერიოდი, ისე წელიწადად, როცა მამაკაცები იმდენად სამარცხვინოები იყვნენ, რომ ქალმა რომანტიკული ურთიერთობა თევზთან გააბა. ჯიმი კიმელმა ტრადიცია არც წელს დაარღვია და დოლბის თეატრის მოპირდაპირ მხარეს შეკრებილ აუდიტორიას ჰოლივუდის ვარსკვლავები გააცნო. მსახიობებმა და რეჟისორებმა შეკრებილ თაყვანისმცემლებს ტკბილეულობა და ჰოთ-დოგები დაურიგეს. 2018 წლის ოსკარის საზეიმო ცერემონია 4 საათს გაგრძელდა. შოუ სხვადასხვა პერფორმანსებს და მუსიკალურ ნომრებს აერთიანებდა. დასავლურმა მედიამ მერი ჯეი ბლაიჯის პერფორმანსი მის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო გამოსვლად აღიარეს. ცერემონიაზე შესრულდა ანიმაცია კოკოს საუნდტრეკი Remember Me. მუსიკალური ნომერი გაელ გარსია ბერნალმა მიგელმა და ნატალია ლაფურკატმა წარმოადგინეს. The Shape of Water. Warren Beatty და Faye Dunaway ოსკარზე კვლავ საუკეთესო ფილმი გამოაცხადეს. სწორედ მათ გაამხილეს, ვინ გახდა ამერიკის კინოაკადემიის რჩეული და წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიის გამარჯვებული. მექსიკელი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს წყლის ფორმა ოსკარის მთავარი ტრიუმფატორია. შარშანდელი შეცდომის გამო გილერმო დელ ტორო წარმოადგენს ბოლომდე არ ენდოდა სცენაზე ასულმა კონვერტი შეამოწმა. 2017 წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამოცხადების დროს სწორედ Warren Beatty-სა და Faye Dunaway შეეშალათ კონვერტი და წლის ფილმად La La Land-ი დაასახელეს. სინამდვილეში კი ამ ნომინაციაში Moonlight-მა გაიმარჯვა. საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც გილერმო დელ ტოროს ერგო. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციაში გამარჯვება გარი ოლდმენმა მოიპოვა. ეს ლეგენდარული ინგლისელი მსახიობის პირველი ოსკარია. ოლდმენის 30 წლიანი კარიერა უამრავი განსხვავებული პერსონაჟით არის წარმოდგენილი. მისი უკანასკნელი გამოწვევა კი ჩერჩილის როლია. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ფრენსის მაკდონალდმა გაიმარჯვა. დოლბის სცენაზე ასულმა ფრენსისმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას ყველა ნომინირებულ ქალს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და ამით მოუწოდა მხარი დაუჭირონ ქალთა უფლებებს. დიდი პატივი იქნება ჩემთვის თუ ყველა კატეგორიაში ნომინირებული ქალი ჩემთან ერთად იდგება აქ. მერილ, თუ შენ ამას იზამ, ყველა იზამს. მოგიწოდებთ ყველას. მოდით ერთად ვიზეიმოთ, გავერთიანდეთ ამ დიდებულ ღამეს. ოსკარი წელს 24 ნომინაციაში გაიცა და მაყურებელს და კინოკრიტიკოსებს ერთი წლით დაემშვიდობა. ერთი ტივიჯი ყველა სიახლე არის აქტუალი ადამიანთ პირველი არხის ვებგვერდს მოების მთავარი გამოშვება დასრულებულია ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობ ყურადღებისთვის, ნახვამდის.